როდის გაუჩნდა დედას ეს ეჭვი, რომ იქნებ რაღაცაშია საქმე. დედას ეჭვი გაუჩნდა. ანუ მიზეზი ხო არ ყოფილა რეალურად? არა, არ ყოფილა რეალურად მიზეზი და არც ექნებოდა არასოდეს. და ბოლომდე არ ჯეროდა, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ხასეთი რაღაცის დაჯერება. 53 წელია იცი რომ შენი შვილი გარდაცვლილია და იმის გაფიქრებაც რომ ცოცხალია ძალიან რთულია, მესმის მემისი სრულიად. არც ექნებოდა ეჭვი არასოდეს, რომ არა ჩემი პოსტი ვეძებ ჯგუფში. რომელი პოსტი? პირველი პოსტი რაც დავდე ჯგუფში, ჩემი ფოტოებიც ხო დავდე და ის ბავშვობის ფოტო მიდევს, სადაც ძალიან ვგავარ ჩემ ძმას, ჩემს შემდეგ რომელიცაა დაბადებული პაატა, მას ვგავარ ძალიან. აი იქ უთქვამს ჩემ რძალს რომ ეს როგორ გავს პაატას, ანუ ჩემზე და ანახა მერე დედაჩემს ეს პოსტი და ფოტო და ამის შემდეგ დაიწყო ჩემსა და დედაჩემს შორის კომუნიკაცია, მაგრამ უბრალოდ როგორც Facebook მეგობრები, ასე ვკონტაქტობდით მთელი 2 წელი. ხო და რატო? ბავშვი რო დაეღუპა, ეგ იცოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო რომ ბავშვი დაეღუპა. იმიტომ რომ იმ პერიოდში ბიძაჩემი ანუ მისი ძმა მუშაობდა პოლიციაში და ვერ წარმოედგინა თუ ვინმე გაუბედავდა მსგავს რაღაცას და კი კითხულობდნენ იქ პოსტებს და მე კი ნახეს უკვე რომ ასეთ რაღაცები ხდებოდა, მაგრამ ჩვენ ვინ გაგვუბედავდა ამბავი იყო და ანუ შესაბამისად 70-30-ზე არ ჯეროდა.